ცუდი ცხოვრება და ჯადო არის ნარკოტიკებით. ალბათ ესო ვფიქრობ, იმიტომ რომ ღმერთმა ყოლა დაიფაროს ამისაგან, მაგრამ როგორც ნარკოტიკის გადაგდება უჭერთ ადამიანებს, ისე უჭერთ ცუდი ცხოვრებისაგან გამოსვლა. მაგალითად გაგიგიათ, რომ დიეტას დავიწყებ ორშაბათიდან და ეს ორშაბათი არასოდეს არ მოდის. რატომ ხო? იმიტომ რომ ადამიანს არ აქვს დისციპლინა, პრობლემები აქვს საკუთარ თავთან და სტრესი, რაღაც სხვადასხვა ფონი, რის გამოც მიირთმევს ამ საჭმელს და ვერ ახერხებს კონცენტრირებას ამ ყველაფრის გამო, სტრესი, პრობლემები, რაღაცა და ერთიანობაში ურჩევნია, რომ კარგი, ახლა დავიჯდები, იმ ნამცხვარსაც შევჭამ, იმ რაღაც შაურმასაც შევჭამ, ბედნიერი ვიქნები, მერე დილას იღვიძებს ტანსაცმელი აღარ ეკვრება, კარგად არ გამოიყურება, სივდება სახეზე და ძალიან დიდი პრობლემა, მაგრამ რო ვერ აღწევს ამას თავს, რა გავაკეთო, ვარჯიშობს ადამიანი არ ხდება, რაღაცა კიდე არ ხდება და რა გააკეთოს და გადაწყვიტოს, რომ თავი გაიბედნიეროს და კიდე შეჭამს და ესე გრძელდება ხშირ შემთხვევაში უსასრულოდ. იგივეა ზუსტად ჯადო. ბევრ ადამიანს უთქვამს, რომ რა $100 პრობლემა საერთოდ არ მაქვს, რომ თქვენთან მოვიდე, მაგრამ 6-7 თვე ვერ მოვდივარ თქვენთან, 1 წელია გიყურებთ და ვერ მოვდივარ, 2 წელია გიყურებთ და რაღაცა ძალას არ მოვყავარ და 20 წელია ვიცი, რომ ჯადო მაქვს, 30 წელია ზოგი იძახის, რომ ჯადო მაქვს, მაგრამ ვერაფერს ვერ ვახერხებ, ხელფეხი მაქვს შეკრული. იცით როგორ ადამიანებს უჭირთ საერთოდ გარემოს შეცვლა, რაიმე ახლის დაწყება და ჯადოს პლუსი ზუსტად, პლუსი თუ შეიძლება ამას ეწოდოს, ეს არის, რომ ადამიანს არ უკარგავს ინტერესს, რომ იმ ჭაობიდან ამოვიდეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ზუსტად ეს არის ხოლმე, რომ წმენდას რო გაიკეთებენ ადამიანები ჩემთან, მეუბნები, რომ საცხოვრობდი კი, მაგრამ როგორ კაცთან ცხოვრობდი საერთოდ, რებს ვიტანდი, რატომ არ ვაქცევდი ჩემ თავს ყურადღებას, რატომ მუშაობდი, ამდეფულებს რატო ვაგზავნიდი? ჩემ თავს რა დავუშავე, რატო ვიქცეოდი ესე? სწორედ ამიტომაც არის, რომ წმენდის მერე თითქოს ადამიანებს გონება ეხსნებათ, თავისუფლდებათ და გადაწყვიტავენ ხოლმე, რომ თავისი ცხოვრება სულ სხვა გზით მიმართონ და წაიყვანონ, რასაც დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ.